არანაირი შიში. არ აგვაქვს ჩვენ მაგის უფლება, რომ შევშინდეთ, ყურები ჩამოვყაროთ და ვიღაცას რაღაც თავი დაუხაროთ. მე რა რომ ბევრი არიან, ჩვენი წინაპრები ასე იყვნენ, ასე ომდნენ, იმპერიებს ებრძოდნენ. ერთი ბრძოლა ომის წაგებას არ ნიშნავს. ჯარისკაცობა მინდა თქვა, რომ ბევრს არ შეუძლია. თუ ხარ ჯარისკაცი, მართლა უნდა გეთქვა საქართველოს ჯარისკაცი. ეს ჩემი სიამაყეა და მე ამის ფერდობდა უნდა ვიწევ სამწუხაროდ შეიძლება. ქართული დროშა ჩემი ცხოვრების ადგილარია. ზაფხულით, დღესაც თორსა ხვალობსათვით არ იფიქროთ ვინმე ვაგით შევშინდით, ამ ფარხმალი დავყარეთ. ჩვენ რომ წყობში გევართ, ხო, იდგნენ კიდე ისეთი ხალხი, ვინც დღეს აღარ არიან ცოცხლები და იმიტომ არ არიან, რომ ჩვენ აქ ყოფილიყავთ და საქართველოს ყოფილიყო იქ, სადაც არის. ვაცვია ქართული ფორმა, ქართული დროშა მოკეთია, დროშის გამო ბევრი ქართველი დაიღუპა. უბრალოდ დროშის არ შეურაცხყოფის გამო, როცა ესეთი ადამიანები არსებობენ, ჩვენ აღარ აგვაქვს უფლება, რომ თანაერთ მოვიდეთ.